აღნიშნეთ დაღუპულ ქართულ ჯარისკაცს სამშობლოში სავარაუდოდ დღეს ღამით ჩამოასვენებენ. რუსთავში მცხოვრები 21 წლის ვასილ ყუჯანიშვილის ოჯახი სამძიმარს გვიან ღამემდე იღებდა. მეზობლები და ოჯახის ახლობლები კიდევ ერთხელ იხსენებენ ახალგაზრდას, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად ჩასაფრებაში მოყვა და დაიღუპა, თუმცა მანამდე დაჭრილი მეგობრის გადარჩენა შეძლო. დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს გვიან ღამით რუსთავის მერმაც მიუსამძიმრა. Ravindina 5 საათი დაძრე კონტაქტი და თქვა რომ გავდივარ ცოტა ხანში პატრულობაზე დავბრუნდები და მე ისევ დაგერეკავდა ცოცხლის ბოლომდე ეს სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. კიდევ უნდა მეორე მისიაზე წასვლა. მე მყავს გმირი მეგობარი, რომელმაც გადაარჩინა სერჟანტის სიცოცხლე და თვითონ სამწუხაროდ ვეღარ დაუბრუნდება ქვეყანას. რასაც წერდა და წერდა მე პირადად ის იყო, რომ მე ვიცავ საქართველოს და საქართველოს უნდა გქონდეს ჩემი იმედი. არა მარტო ამ ოჯახს და რუსთავს ვეკადათ ჩვენს ქართულ მოსახლეობას მინდა სამძიმაროდ ხმამდა, რომ მართლა ნამდვილად კარგი ადამიანი დაიღუპა და ცოტა ესეთი მომენტია ნებისმიერი ვაჟკაცი ქართველი დასანანია, რაც გასაკეთებელი იქნება მერიის მხრიდან მაქსიმუმის გავაკეთეთ, მაგრამ მე დღეს ჩვენ ქონდა კომუნიკაცია სამინისტროსთან და ძირითადი ხარჯები სამინისტროს თავის თავზე გაღებული.